ერთი წელს უკან დაიწყო ეს ჩემი ამბავი თვალების გაყვითლებით და სხეულის ქავილით. შემდეგ ვიყავით რამდენიმე ექიმთან და ჩავატარეთ ეკოსკოპიები და ბევრი ანალიზები და კვლევები და საბოლოოდ მივედით სანდრო ექიმთან. თავიდანვე დავინახე, ნდობით განვეწყვე. ყველა შემთხვევა უნიკალურია. ანა მარიას შემთხვევაც უნიკალური იყო. იმიტომ რომ ამ ბავშვისგან იმდენად დიდი ენერგია მოდიოდა, თავიდანვე გადაწყვეტილი ქონდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაევლიდა. ძალიან დიდი ქონდა სიმსივნე. ამ ლოკალიზაციისთვის ეს ართულებს, აი ეს ზომა, სიმსივნის ზომა. იმიტომ რომ პანკრეასი არის ღრმად და სხვადასხვა ორგანოები გვერდზე ხელს გვიშლიან. იყო ჩაზრდილი ეს სიმსივნე ზედა ჯორჯდა ვენაში. ზოგიერთ кейსებში შეგვიძლია მოვაცილოთ ისე სიმსივნე, რომ სიზარღვი იყოს ინტაქტური დარჩეს, მაგრამ აქ არ გამოდიოდა. აი ეს იყო ყველაზე რთული მომენტი. შედარებით ჩქარა გადავკეტეთ ეს ნაკადი. ზედა ჯორჯლის ვენის რეზექცია გავაკეთეთ და დავადეთ ვენური ანოსტომოზი. იმის მერე დაიწყო სირთულე, რატო? იმიტომ რომ ეს ნაკადი რო გაჩერებული იყო, სისხლი იდგა ნაწლავებში და მერე რო გაუშვით, ამან მოახდინა უკვე მეტაბოლიური რაღაც დარღვევები. მონსტრი, რომელიც ქირურგების წინაშე იყო, ვერაგულ ადგილასა. 8 საათიანი ლოდინის შემდგომ ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვი ძალიან დამძიმდა და იყო ის 3 საათი კრიტიკული. რაც ცოტა იმედიც დავკარგე იმ მომენტში. ეს 3 საათი ჩვენთვის იყო ძალიან მძიმე. მაგრამ საბედნიეროდ რამდენიმე საათის შემდეგ გვითხრეს, რომ ბავშვი გამოვიდა კონტაქტზე. ამ შემთხვევის გამო ეხლა რო ვიხსენებ, მთელი კლინიკა იყო გაერთიანებული, დაწყებული კარისკაციდან დირექტორით და უამრავი გულშემატკივარი ყავდა ამ ბავშვს თვითონ კლინიკაში. რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება იყო, ისეთი გარემო იყო, თითქოს ყველა ჩვენგანის შვილი იყო. ის გუნდი, რომელიც დამხვდა იაშვილის კლინიკაში, ეს არის უძლიერესი გუნდი ანესთეზიოლოგების და რეანიმატოლოგების. მათთან თანამშრომლობის დროს ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სირთულის ოპერაციის და ნებისმიერი სირთულის პოსტოპერაციული პერიოდის მართვა. ანა მარია დაახლოებით ოპერაციიდან მე-14 დღეს უკვე გაეწერა სახლში, განაგრძობს ჯანმრთელად ცხოვრებას, აქტიურად, არანაირი შეზღუდვა არ აქვს და რაც ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, მისი გადაწყვეტილება სამედიცინოზე ჩაბარებით.